საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ შარმანაშვილი იქნება საღამოშვილის მოადგილე უკაცრავად თენგიზ შარმანაშვილი იქნება საღამოშვილისა ბატონ თენგიზ და მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ დღეს საღამოს. მოდით ჩვენი დღევანდელი საუბარი დავიწყოთ პატიმრების ამნისტიასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული თითიდან გამოწვეული სკანდალით, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც მას ჩვევია მოაწყო პრინციპში ყველაზე ჰუმანურ აქტთან დაკავშირებით, ანუ ეს სკანდალი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ რადიკალებისთვის მნიშვნელობა არ აქვს თემას, მათთვის მთავარია რაღაც პროვოკაცია მოაწყონ. სულ ერთია რასთან დაკავშირებით. მოკლედ, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 159 პატიმარი შეიწყალა. ამ მსჯავრდებულებმა ყოფილმა პატიმრებმა უკვე დატოვეს სავსჯელო აღსრულების დაწესებულებები და რაში მდგომარეობს ახლა სკანდალი და პროვოკაცია. ესე იგი, რადიკალური ოპოზიცია ქმნიდა რაღაც ასე ვთქვათ, ფუჭ მოლოდინს რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ თითქოს უნდა მომხდარიყო თუ თითქოს იგეგმებოდა იმ ადამიანების შეწყალება, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, რომელთა მიმართაც არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი და რომელთაც არასდროს არ მოუნანიებიათ ის აქციელი, რომლის გამოც არიან იქ, სადაც არიან. მოკლედ, რატომღაც მათ შექმნეს ასეთი მოლოდინი, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ შეწყალებული და შემდეგ ამონათებენ ახლა პრეზიდენტს და ამონათებენ ზოგადად ხელისუფლებას, მთავრობა რაშუაში აქ საერთოდ გაუგებარია, მაგრამ მოკლედ მაინც ამონათებენ, რომ აი თქვენ სინამდვილეში ხართ დიქტატორების, სისხლისმცემლები, სიამოვნებთ ადამიანების ციხეში ყოფნა და ასე შემდეგ. მივესალმები მაყურებელს, მთელი ოპოზიციის ტაქტიკა ამ წლების განმავლობაში თუ დავუკვირდებოდით, ზუსტად არის პერფორმანსებზე აგებული. ესე იგი, რამე პოლიტიკური ნორმალური წინააღმდეგობა ან ოპონირებაზე არ არის საუბარი. ესე იგი, მათი მაკერმანის ციგნების ნასწავლი აქვს, რომ თავარია შექმნა განწყობა, თავარია შექმნა რაღაც აღქმები და დანარჩენს სინამდვილეს და რეალობას მნიშვნელობა არ აქვს. და ეს აქვთ გათვლილი ჩვენი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაზე, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს ჩვენი მოსახლეობა აღარ ტყუდება ასეთი რაღაცებით, საკმაოდ გამოცდილია. და აი ეს ჩავლილმა ყველა არჩევნებმა აჩვენა. რა გამოძახილი აქვს ხოლმე მათ პერფორმანსებზე, რა გავლენა აქვს ჩვენ ამ მორჩევაზე მათ პერფორმანსებზე. აბა ეხლა წარმოვიდგინეთ. ის ვინც უნდა შეიწყალოს, იმას თვლიან არალეგიტიმურად. ამბობენ, რომ მაგისი არაფერი არ გვინდა. თან განცხადებებს აკეთებენ, რომ ჩვენ შესაწყალებელი არაფერი არ აქვს და არც არაფერს ვითხოვთ ამ ადამიანისგან. მე მთელი გამოძიების მანძილზე ეხლაც გრძელდება ეს სხვა, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუსაჯეს იმ ადამიანების მიმართაც. პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც კი სთავაზობდა და ეუბნებოდა, მოდით ჩვენ წამოვართ საპროცესო შეთანხმებაზე, ოღონდ დავინახოთ, რომ თქვენ გაიაზრეთ ეს ჩადენილი დანაშაულის თაობაზე თქვენი ბრალი და ჩვენც გადმოვდგავთ ნაბიჯს. ანუ განაჩენი იქნება გაცილებით უფრო ესე იგი მობიერი, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ შენ ამას არ აკეთებ. ეს სოფლიოში ასეა. არც ერთი ნაბიჯი არ გადმოდგეს. გარედანაც, შიგნიდანაც თქვათ, ვინც არის მათი მმართველები, ისინიც დაახლოებით ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომ ის არალეგიტიმურია, საერთოდ არ გვაინტერესებს და ასე შემდეგ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ 159 ადამიანის სიაში მათი შვილები ვერ იქნებოდნენ. იმიტომ რომ თვითონაც აკეთებდნენ ამ განცხადებების ტელევიზიის თვალწინო, ჩვენ მისი არაფერი არ გვინდა, ჩვენ არ შეწყალებას ვითხოვთ და არაფერს არ ვითხოვთ. შეიძლება რაღაც ნაწილი ახლა მაინც მშობელია, შეიძლება რაღაც ნაწილი ასე არ აკეთებდა და ის რაღაც გულწრფელი მოლოდინი მათაც ჰქონდათ, მაგრამ არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს მოხდებოდა, არ არსებობდა. და ამ ნაწილს შეიძლება ვინც გულწრფელად ფიქრობდა, რომ შეიძლება მათი შვილი შეეწყალებინათ ამ შეცდომაში შეყვანილ მშობლებს. მათზეც იმოქმედეს და შეუქმნეს ეს ყალბი განწყობა და რაც თავარია ეს ყალბი განწყობის შექმნა მოინდომეს ჩვენთვის, მთელი მოსახლეობისთვის, რომ რაღაც აი თითქოს ხელისუფლებამ დაგეგმა ეს
ხელისუფლებამ დააუანონსა და უთხრა ამ ხალხს რომ თქვენ შვილებს შევიწყალებ და მე ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ეს არ გააკეთა. რაც იყო არის სრულიად წარმოუდგენელი, არანაირი ნიშანი ამისი არ არსებობდა. თვითონ პრეზიდენტსაც რამდენჯერმე ნათქვამი აქვს რომ მე ასეთ დაბიჯებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავდგავ თუ დავინახავ რომ ეს ადამიანი რაღაცა გულწრფელად ინანიებს და ამ ფიქრობს რომ ეს ძალადობრივი აქტები მას არ უნდა განეხორციელებინა და მეც გამიჩნდება იმის შეგრძნება რომ ეს ამას აღარ გაიმეორებს. და ახლა სიტყვით ვერ მეორებ პრეზიდენტის ნათქვამს, მაგრამ მრავალჯერ აქვს სხვადასხვა მიმოხილვის დროს დაახლოებით ამ შინაარსის აზრი გადმოცემული. მიუხედავად ამისა, მაინც ეს პერფორმანსი გააკეთეს, ეს არის ძალიან დაბიოსაქციელი. როდესაც ესე იგი ამ პატიმრის მშობელის გამოყენება გინდა შენი პოლიტიკური რაღაცა ვითომ ქულების დასაწერად არის ძალიან დაბიო საქციელი, თუმცა მას პირველად არ აკეთებენ. ასეთ დაბიო და ზნედაცემულ ნაბიჯებს პირველად არ დგავენ. მე ვფიქრობ, აი ნახავთ, მე მithქვავს და თქვენც დარწმუნდებით. ეს მშობლები მიუხედავად იმისა, რომ ზოგი თქვათ ამ აჟიტირებას მიყოლილია და ამას მიყვება, ზოგი კიდე შეცდომაშია შეყვანილი. ცოტა ხანში ძალიან კარგად ვიხვდება, ვინ ჩააყენა მათი შვილები ამ მდგომარეობაში, ვინ მიიყვანა მათი შვილები ამ მდგომარეობაში და რატომ არიან დღესაც ისინი ამ მდგომარეობაში და რატომ ვერ გადადგავს სახელმწიფო მათთან შემოხვედრ ნაბიჯებს იმის გამო, რომ მათ თავში უტენიან, რომ ასეთი რადიკალები უნდა იყვნენ ციხეშიც. ასეთი რადიკალური განცხადებები უნდა აკეთონ ციხეში და იქიდანაც უნდა დაანონსონ, რომ ერთი სული გვაქვს, გარეთ გამოვიდეთ და ეს ძალადობრივი ქმედებები გავაგზავნოთ. მიხვდებიან ისინი. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ეს დრო. მაგრამ რაც უფრო ადრე მიხვდებიან, უფრო კარგია. ვიზზე უნდა გაბრაზდნენ, ამას მიხვდებიან. თავრობა თქვენი თქმის არ იყოს, არაფერ შუაში არ არის. ახლა პრეზიდენტის ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება შეწყალება თავრობისგან. პრეზიდენტმა შეიძლება მხოლოდ მონაცემები გამოითხოვოს. თქვათ, თხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თხოვოს პროკურატურას, თხოვოს სასჯელახსნელებით დაწესებულებას, რომ აბა გამომიგზავნეთ, ვინ როგორ იქცევა, თქვათ, რა ვითარებაში იხდის სასჯელს, ხომ არა აქვს დარღვევები, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, მაგრამ თვითონ ის, რომ თავრობა კარნახობდეს მას ამ გადაწყვეტილების მიღებას, ნამდვილად ასე არ არის. ამ გადაწყვეტილებას იღებს თვითონ. მაგრამ ინფორმაცია შეიძლება თეორიულად ყველასგან გამოითხოვოს, რომ ობიექტური სურათი ჩამოიყალიბოს თავისთვის. ამიტომ მე მგონი ესეც 24 საათიანი პერფორმანსი იყო და ქართული ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ასე პერფორმანსები და ტყუილებით უპირებენ მათ მოტყუებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვარწმუნებ, რომ ვინც ამას გეგმავს ჯერ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი არ იცნობენ ქართულ ხალხს და ნუ გონიათ, რომ ისეთი მიამიტიერია, რომ ასე მარტივად იჯერებს ამ ყველაფერს და ვერ ხვდება ამ ყველაფერს. ძალიან კარგად ხვდება და თუ ასე გააგრძელებენ შემდეგ არჩევნებზეც, ვინც იქნება პოლიტიკაში დარჩენილი, კიდევ უფრო უარეს პასუხს მიიღებენ ამ ხალხისგან. ერთი მომენტია კიდევ საინტერესო, რომ ჩვენ ეს ეტაპი ხომ გავიარეთ, გვახსოვს ჩვენ რომ სწორედ დასავლეთის ზეწოლით თუ დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევით მომხდარა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შეწყალება თუნდაც და ამის შედეგი იყო ის, რომ მათ კი არ დააფასეს თუნდაც იმ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი, რომელიც თავადვე მოსწონთ ეხლა სალომე ზურაბიშვილს გულისხმობ. არამედ ამას აფასებდნენ როგორც რაღაცას, რომელიც თავისთავად ცხადია და ასე უნდა ყოფილიყო, რეჟიმმა უკან დაიხია, რეჟიმს სხვა გამოსავალი არ ქონდა, აბა სხვა რა უნდა ეკნათ. ანუ აი ასეთი ტიპის შეფასებები იყო მათი მხრიდან და არა ის თუნდაც რომ აი ადამიანური, ასე ვთქვათ, ჰუმანურობის პასუხად თავადაც რაღაც ღირსეული პოზიცია დაეფიქსირებინათ. აი რა არის იცით, როდესაც ღირსებისკენ მიდრეკილება არ აქვს, ამას ვერავინ ჩამოგიყალიბებს. აი თქვენ გახსოვთ, სულ ახლახან იყო შიმშილობა საქართველოს პარლამენტის წინ. 20 რაღაცა დღე გრძელდებოდა, ბევრი ცუდად გახდა და მაშინ აღარ მახსოვს თქვენ ეთერში თქვი ეს თუ სხვა ეთერში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, დაიბეჭდა კიდევაც და ტელევიზიებმაც აჩვენეს, რომ აი პირობას ვიძლევი მეთქი, მე ვთქვი, რომ თუ ისინი ახლა დაანებებენ შიმშილობას თავს და თავის დაზიანებას მიატოვებენ, პირობას ვიძლევი, რომ არც ერთ სიტყვას არ ვიტყვი, აი ხედავთ, ვერ გაუძლეს ბოლომდე. ანუ არ დაუწყებ იმას, იმიტომ რომ მე გულწრფელად მინდოდა, რომ მართლა არ დაეზიანებინათ მათ თავის ჯანმრთელობა. მართლა
ცუდად იქცევა, არასწორად იქცევა, თუნდაც საქართველოს მიმართ ცუდად იქცევა, მაინც ქართველია და ჩემი ქვეყნის მოქალაქეა და არ მინდა გაიწიროს და ვთქვათ ასეთი საზარელი მეთოდებით ან სიცოცხლე მოისწრაფოს, ან ჯანმრთელობა დაიზიანოს. და მართლაც შევასრულეთ ჩემი სიტყვა. მათ მიატოვეს შიმშილობა, თქვენ ძალიან კარგად იცით და აბა იპოვეთ. მე ჩემ მეგობრებსაც მოუწოდე, რომ მოდი, ნუ დაუქნებთ თავს, არ ხედავ, შენ ვერ ბოლომდე ვერ გაუწინე. როცა შენ გულწრფელად გინდა რაღაცის გაკეთება, რა თქმა უნდა, რაღაცა ამ რადიკალიზმისკენ და ამ ნაბიჯისკენ არ უბიძგებ. პირიქით, გადადგავ ისეთ ნაბიჯს, რომ მას გაუადვილო, ხო, სწორი ნაბიჯის გადადგმა. ეხლა ესენი რას აკეთებენ ეს რადიკალები ამ პატიმრების მიმართ? მათ მაგივრათაც ლაპარაკობენ და ეუბნებიან, აზრათაც კი არ მოგივიდეს, თავში რამე შემხედრი ნაბიჯი გადადგა. აზრათაც კი არ, ესე იგი, არანაირადაც კი არ გაიაზრო, რომ რაღაცა შეიძლება ვთქვათ ისეთი ნაბიჯი გადადათ, სადაც იტყვი რომ კარგი რაც იყო მოხდა, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ ძალადობრივი გზით პოლიტიკურ მოღვაწეობას. და შეიძლება მე შენი ოპონენტი ვიყო, მაგრამ აი იმ ძალადობაზე უარს ვამბობ. მაგრამ ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ. ამაში მილიონებს ხარჯავენ დღესაც ვისაუბრე ამ თემაზე. ფული იხარჯება იმისთვის, რომ არც ერთმა ადამიანმა არ გაბედოს და არ გადადგას სწორი ნაბიჯი, არ გადადგას ნაბიჯი ეროვნული ინტეგრაციისკენ, არ გადადგას შეთანხმებისკენ ნაბიჯი. და ამას დიდი ხანია აკეთებენ. აი, ხშირად მიყვარს ხოლმე მაგალითის მოყოლა. და მე იძახიან, აი, თუ შენ რაღაცა ნაბიჯის გადადგმას დააპირებ სახელმწიფო, იტყვიან, რომ აი დასუსტდა და იმიტომ დგავს სამ ნაბიჯს. იმიტომ კი არა, რომ რაღაცა ეროვნული ინტეგრაცია უნდა. მაგრამ ახლა ჩვენ ბავშვები ხო არა ვართ, ჩვენ ამ ნაბიჯს მაინც გადავდგავდით. და მიუხედავად იმისა ისინი სისუსტეს დაგვაბრალებდნენ ამის გამო თუ რას დაგვაბრალებდნენ. მაგრამ ჩვენ არა ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დანაშაულებრივ საქმიანობას არ გააგრძელებენ. არათუ დარწმუნებული არ ვართ, აანონსებენ, რომ ამის გაკეთებას საპირებენ. და აი ასეთ ვითარებაში ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა გადადგას პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი? ძალიან რთულია, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ანუ ესეც ხო გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებით გამოდის გარეთ, გარკვეულწილად პრეზიდენტი იღებს კი, რა თქმა უნდა, მას აწვდიან ინფორმაციას, ის ასე ვთქვათ, ეცნობა თითეული მსჯავრდებულის საქმეს და ავს რჩეველები, რომლებიც აი ამ მიმართულებით მას გარკვეულ ასე ვთქვათ ინფორმაციას მაგიდაზე უდებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თვითონ არის პასუხისმგებელი თითოეული გათავისუფლების შემდგომ ქცევაზე. პრეზიდენტი არ არის შეზღუდული არავის მოსაზრებით, როდესაც ამ ჰუმანურ აქტს გამოცემს. ეგ შეიძლება ხოლმე თქვენთან გასაუბრება მოინდომოს და თქვას, რომ აბა მოდი ამ რაღაც შემჩევლებს გავცდები და აბა მოდი ბატონ ზვიაცაც ვკითხავ, ვიღაცას ვკითხავ. ფართო სპექტრის ასმოვისმენ, ეს მისი საქმეა, მაგრამ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა თავისია. აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ იქცევიან ამ პატიმრების გარშემო სხვები. აი ახლა ამას ვსაუბრობდი. პატიმრების გარშემო ვინც არიან სხვები? უმეტესწილად ისინი გარეთ არიან. აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ არც კი დაფიქრდნენ ეს პატიმრები რაიმე შემხედრი ნაბიჯის გადადგმას. და ამაზე ისევ ვამბობ, უზარმაზარი თანხები იხარჯება. აი შარლ მიშელის შეთანხმების არ იყოს. ჩამოვიდა მათი სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღეთ მაშინ ხომ გახსოვთ ყველა ნაბიჯი რომელიც მაშინ გადაიდგა მართველი პარტიის საზიანოდ იყო გადადგმული არც კონსტიტუცია შევიდა ამოქმედა დათქმულ ვადაში და არც 5%-იანი ბარიერი ამოქმედა დათქმულ ვადაში რომელიც უნდა დათქმულიყო ესეც ამანაც გადმოიწია ბარიერის კი მოიხსნა ნულოვანი ბარიერი იყო ანუ ერთი დეპუტატის შეყვანის საშუალებაც კი მიეცათ ხო პარტიის და რა შედეგად რა მოხდა შედეგად მოხდა ის რომ სამ თვეზე მეტი ხო თუ 100 დღეზე მეტი ვის გამოც გააკეთეს ეს ევროპელებმა ერთი შეხედვით ისინი ხელს არ აწერენ ამ დოკუმენტს რატომ იმიტომ რომ არც ის იყო შეთანხმებისთვის გადადგმული ნაბიჯი როგორც ჩანს ევროპის მხრიდან არამედ იყო გადადგმული ნაბიჯი რომ პლაცდარმი შეექმნათ მომავალი რევოლუციისათვის და ამიტომ უთხრეს ჩვენ ახლა ამ ხელისუფლებას ჩვენი ბერკეტებით ჩვენი დარწმუნებით ყველაფერს გავაკეთებინეთ რომ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ მაგრამ თქვენ არ გაბედოთ შემხედრი ნაბიჯის გადადგმა და რამე კონსტრუქციულის გაკეთება ეს არ დაუშვა არც ხელი მოაწეროთ და არც არაფერი გააკეთოთ რატო ვამბობ ამას ახლა თავამად ეს ჩემი მოსაზრება კი არ არის ანუ ჰაერიდან მოტანილი ერთი განცხადება გამახსენეთ შარლ მიშელის რომელიც გახსოვებას გამოხატავდა რომ თბილისში ჩავედი ამ ხელა მოლაპარაკება ვაწარმოე და არ მოაწერეს ხელი რატო არ აწერთ ხელს რამე ისეთი
რბილი განცხადება მაინც გამახსენეთ, ვერ იპოვით ასეც. დიპლომატიური. ვერ იპოვით ასეც. ამიტომ ეს მოყვება მთელი ამ გზის განმავლობაში. და არაფერი გასაკვირი აღარ არის, იმიტომ რომ ამას ხო უყურებს ჩვენი ქართველი ამომრჩეველი და ამას მიეჩვია და იცის უკვე ვეღარ ატყუებენ. ეხლა დაიწყებენ ხო ახლა მორიგი ტყუილების კასკადს ხან მომწავლავ ნივთიერებას იტყვიან, ხალ კიდე რაღაცას იტყვიან, ხალ იმას იტყვიან, რომ თითქოს ხელისუფლებამ უთხრა მშობლებს რომ მიდით ციხის კარებთან დაელოდეთ, ხვალდილი თქვენ შვილებს გამოუშვებთ, თუ დღეს საღამოს გამოუშვებთ. აი ამდენ ტყუილს და პერფორმანსებს დადგავენ, მაგრამ რომ არ ტყუდება ეს ამომრჩეველი ჩვენი და ჩვენი მოქალაქეები, ამას კიდევ ერთხელ ვერ ხვდებიან. არა უშავს. მიხვდებიან, როცა საჭირო იქნება მაშინ. და მე მაინც იმედი მაქვს, რომ თვითონ ეს მშობლები და მათი ახლობლები კარგად დაფიქსდებიან, ვინ მიიყარა მათი შვილები ამ მდგომარეობამდე. კი ბატონო, მოდი შემდეგ მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ. პრინციპში ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის კი არა, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურებულა საქართველოში. ეს არის ფასების თემა. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერმა მიმართა საზოგადოებას და პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ფასები გარკვეულ პროდუქტებზე და მათ შორის რაც ყველაზე მთავარია, პირველადი აუცილებლობის მქონე პროდუქტებზე არის გაუმართლებლად მაღალი, მათ შორის ევროპულ ფასებთან შედარებით და მან თქვა, რომ დიდი ალბათობით აქ საქმე გვაქვს სხვა პრობლემებთან ერთად კარტელურ გარიგებებთან. პრემიერმა დაანონსა კომისიების შექმნა, სამთავრობო კომისია დღეს გამართა პირველი სხდომა, ესე იგი გარდა სამთავრობო კომისიისა ასევე პარალელურად ჩამოყალიბდება საპარლამენტო კომისია, როგორც ჩვენთვის ცნობილია და ეს ორი კომისია ერთმანეთთან კოორდინაციაში იმუშავებენ, ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ აპრილის ჩათვლით იმუშავებს სავარაუდოდ ეს კომისია, თუმცა კონკრეტულ პროდუქტებზე ფასებმა შესაძლოა აპრილამდეც კი დაიწიოს. ყოველ შემთხვევაში ასეთი მოლოდინი გვაქვს. მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე და თქვენ რას ელოდებით, როგორც პარლამენტის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ამ კომისიის მუშაობისგან. ფაქტი ერთია, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ფასები არის არაადეკვატური. ეს არის ფაქტი, ახლა ამას ყველა ხედავს. თან ახლა ჩვენი სახელმწიფო გახსნილია და მოგზაურობს ჩვენი ხალხი მიდის მოდის ასე რომ იქაური ფასებიც იცის, აქაური ფასებიც იცის, თუმცა წასვლაც არ უნდა ინტერნეტს შეიძლება მოიძიონ ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, ნებისმიერ ქვეყანაში რა ფასი ადევს ვთქვათ პროდუქტებს. მაგრამ მაინც დაასახელა ის ციფრები საზღვრიდან სავაჭრო ქსელამდე როგორ ძვირდება ეს ყველაფერი. აქ არ არის ლაპარაკი შემოტანამდე რა დაუჯდა, ხომ? აი საზღვარზე რა ფასიც დაუჯდა, იქიდან სავაჭრო ობიექტამდე როგორ ძვირდება ეს ყველაფერი. ამას შეიძლება რამდენიმე მიმართულება ქონდეს და თუ დაუკვირდით, კომისია ცალმხრივი არ არის სამთავრობო. იქ შედის როგორც ეკონომიკური ბლოკი, ანუ ისინი შეისწავლიან ამ ყველაფერს, ხომ არ არის რაიმე ეკონომიკური ბერკეტები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამის გასაკეთებლად. და იქ არის სამართალდამცავი ადამიანების და მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულების ბლოკიც. ანუ სადაც იქნება სისუსტე, სულ ყველა უნდა გამოვლინდეს, თუ ეს ჩვენი კანონმდებლობის დახვეწას მოითხოვს, ამას პარლამენტი აიღებს თავის თავზე, რა თქმა უნდა, მთავრობის ინიციატივით, იმიტომ რომ ისინი შეისწავლიან ამას და მთავრობას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ჩვენ განიხილავს. ჩვენთანაც შეიქმნება კომისია, რომელიც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტდება და ისინი ძირეულად შეისწავლიან. იქ სადაც ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოსაყენებელი, გამოვიყენებთ ეკონომიკური ბერკეტებს. იქ სადაც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა იქნება საჭირო და შემჩნეული იქნება, რომ არის კარტელური გარიგებები, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ისინი ჩაირევიან. ამ კომისიას დადებითი ის აქვს, რომ აი დაუკვირდით, ეს საკითხი კობახიძე, ბატონმა ირაკლი კობახიძემ წამოჭრა არა არჩევნების წინ, თქვათ რომ ვინმეს ეგონოს, რომ ეს რაღაცა ქულების დასაწერად არის არჩევნების წინ. არამედ, როდესაც ძალიან დიდი დრო გვაშორებს შემდეგ არჩევნებს. იმიტომ რომ ის საერთოდ ესეთი ადამიანია, ის ფუნდამენტურად უყვარს საკითხების გადაჭრა და ეს მისასალმებელია, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ
გვინდა რომ ეს საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლოთ და ეს რაღაცა ორკვირიანი ეფექტის მომტანი კი არ იყოს, არამედ დაალაგდეს სწორი წესები, სადაც თითქმის გამორიცხული იქნება ასეთ სუპერ ზემოგებებზე მუშაობა, რომელიც არაადეკვატურია და მით უმეტეს დანაშაულებრივი ქმედებები და მით უმეტეს კანონსაწინააღმდეგო კარტელური გარიგებები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მე არ ვიცი ახლა თვეებს ვერ ვიტყვი, როდის შემჩნევა ამას ყველაფერს, მაგრამ ვიცი რა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელის პრინციპულობა ამ საკითხში დარწმუნებული ვარ, ამას ბოლომდე მიიყვას. რაც შეეხება პარლამენტს, ჩვენი მხრიდან რაც იქნება გასაკეთებელი საკანონმდებლო დონეზე თუ კომისიის დონეზე, თქვათ, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს ყველაფერი თავისი აზრების შეაჯეროს, ამას გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს კომისია დარწმუნებული ვარ, სამთავრობო კომისია და საპარლამენტო კომისია მით უმეტეს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კავშირში ვართ. მჭიდრო კავშირში იქნება ბიზნესთანაც. მოვისმენთ მათ არგუმენტებსაც, მოვისმენთ მათ მოსაზრებებსაც და თუ რამე საღი აზრი იქნება ამ ყველაფრისათვის გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გათვალისწინებული იქნება. ამიტომ ეს არ არის ხმლის ქნევა, ეს არის საკითხის მოგვარება და ჩვენ წავალთ საკითხის მოგვარების გზით და არა თავების მოჭრისა და თქვა თავების მოჭრა არის ქართული საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა, თუმცა ქართული საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა ნამდვილად არის დღეს ფასებთან დაკავშირებით. მე მას არ გულისხმობ, რომ თუ ვინმე კანონდარღვევაში იქნება შემჩნეული, მას თავზე ხელს გადაუსვამენ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, მაგრამ ეს არ არის ამოცანა. ამოცანა არის საკითხის მოგვარება. კი ბატონო, მოდი კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ. ზაზა შათირიშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, ანალიტიკური წერილი დღეს, სადაც როგორც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ კითხვებს ვამს. ზოგადად ჩვენთან ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საერთოდ არ შეიძლებოდა ფუნდამენტური კითხვების დასმა. შემდეგ ინერციით და იმის შიშით, რომ ევროპა არ გაბრაზდეს, ბრიუსელში ვინმე არ ეწყინოს, ოპოზიციამ რაღაცა არასწორი ინფორმაცია სადმე არ წაიღოს, ჩვენს თითქოს გვერიდებოდა რაღაც ფუნდამენტური კითხვების დასმა. ისე ხშირად როგორც ეს საჭიროა. მაგრამ აი უკრაინაში მიმდინარეობმა პრინციპში ყველაფერი გააშიშვლა და უკვე ყველაფერს თავის სახელი დაერქვა. ზაზა შათირიშვილი ძალიან საინტერესო კითხვებს სვამს დღეს, ის აფასებს ევროპას და ამერიკას შორის მიმდინარე კრიზისს და დაპირისპირებას და ზოგადად მისი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, მან ამასთანავე გამოაქვეყნა ასევე წერილი, სადაც ამბობს, რომ ტრამპის ინამდვილეში არ არის დაპირისპირებული deep state-თან, არამედ პირიქით ის ამბობს, რომ ტრამპი შესაძლოა deep state-ის პროექტი იყოს საერთოდ, რომელსაც ასეთი ტიპაჟი დასჭირდა იმისთვის, რომ კონკრეტული ამოცანები გადაჭრას. დღევანდელ წერილშიც ზაზა იგივე პოზიციას ავითარებს და ეხება რა აი ამ დაპირისპირებას ევროპას და ამერიკას შორის, კონკრეტულად გრენლანდიის საკითხზე. რამდენიმე კითხვას სვამს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომ ქართველ ასე ვთქვათ პროდასავლელებს მიმართავს, რომ სადახართო, ანუ მიგაჩნია თუ არა კვლავ, რომ დემოკრატიის ციტადელი არისო ამერიკა. და როგორ ფიქრობთო, როგორ შეაფასებთო იმ დაპირისპირებას, რომელიც დღეს მიმდინარეობს ამერიკასა და ევროპას შორის. მოდით ვისაუბროთ ამ წერილის ირგვლივ, ძალიან ბევრი საინტერესო კითხვაა იქ ჩამოყალიბებული და უპასუხოთ იმ კითხვებს, რამდენადაც ჩვენთვის არის შესაძლებელი. ბატონი ზაზა ბევრ საინტერესო იდეას და მსჯელობას თავაზობს ხოლმე საერთოდ ახლა. საქმე ის არის, რომ ვინც მას ოპონირებას უწევს, ხანდახან მის აზრებს კი არ უწევს ოპონირებას, არამედ რაღაც გარშემო შემოვლით რაღაცა იდეებს თითქოს მოდაში შემოვიდა მათი მხრიდან, რომ როდესაც კაცი რეალობაზე საუბრობ, ვინმე შეიძლება ეგონოს, რომ ეს რეალობა შენ მოგწონს ან არ მოგწონს. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ეს რეალობა მე მომწონს, მაწყობს, არ მოწყობს. აქ იმაზეა საუბარი, რომ თვალები გავახილოთ, ეს არის რეალობა. აი მე ბატონი ზაზას წერილებში ეს მომწონს ხოლმე, რომ ის გეუბნება ეს ფუნდამენტურ კითხვებს მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, ამაზე არ გესაუბრებით. მე უბრალოდ კითხვებს ვსვავ, იმიტომ რომ ეს არის რეალობა. ეხლა ამერიკასა და ევროპას შორის რომ დაპირისპირება არის თითქმის ყველა დონეზე, ეს რეალობა, ეს ხო რაღაც მოსაზრება არ არის, მგონი ასე ხდება. ეს ეხლა ტარიფების გაზრდა გრენლანდიის გამო რეალობაა თუ მოსაზრებაა? რეალობაა. ბატონ ზაზასაც უჩნდება ეს კითხვები, რომ რა ხდება?
რა მოკავშირეობაზეა ლაპარაკი, რაზეა ლაპარაკი. ხომ არ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის დასუსტება და შემდეგში თქვა თავისი უფრო უპირატესი პოლიტიკის გატარება თუნდაც ევროპის კონტინენტზე და მსოფლიოში. ეს კითხვა ლეგიტიმურია. ხო ვერანაირ თქოს არ არის, იმიტომ რომ რაღაცა ყალბ ნარატივს ხო ეფუძნება ყველამ დავინახეთ. არა, თვითონაც არ მალავენ ახლა როცა ევროპელი ლიდერები და ევროკავშირის ლიდერები ურსულა ფონ დერ ლაიენი არ მიაქციეს ყურადღება ხაზინის მდივანი, ანუ ვისხეთშიც არის ამერიკის ხაზინა, ის გამოვიდა და რა თქვა, ახლა ამ ხაზინის მდივანმა, რომელიც განაგებს ყველაფერს ამას, რომ ევროპელები ცუდად იქცევიან. რომ იმ თანხების ძალიან დიდი ნაწილი რომელიც უკრაინასთან ომს ხმარდება რუსეთს მოპოვებული აქვს ევროპაში ნავთობის სხვადასხვა გზის შეტანით. ანუ ჩვენ რო გამონათებდნენ ორ ბოთლ ღვინოს რატო ვყიდით რუსეთში, თვითონ მილიარდებს ატრიალებდნენ აქეთ-იქით ამ ნავთობთან და ამაზე როგორი ცინიკური პასუხი გასცეს, მე მახსოვს, რომ ჩვენ იმიტომ ვყიდულობთო, რომ სხვაგან უფრო ძვირად არ გაყიდოსო და კიდევ უფრო მეტი ფული არ გააკეთოს. ახლა წარმოიდგინეთ რა, ესეთი აი ბავშვური ის და ამას მე ხო არ ვსაუბრობ, თქვენ ხო არ საუბრობთ. ამერიკის ხაზინის მდივანი, ანუ ვის ხელშიც არის მთელი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინა, ის მიუთითებს ამაზე. და მე მუხარაც მოაყოლა. აი ამ გრენლანდიის საკითხში. ჩვენ ხო გადავდგით ეს ტარიფის გაზის ნაბიჯი. თუ ევროპა გვიპასუხებს, ძალიან მძიმედ დამთავრდება მათთვის. მე მაკრონმა რაღაცა თქვა, ახლა გამოვიდა დავოში და რაღაცები, თითქოს რაღაცა საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აპირებდნენ და ეს იყო მისი პასუხი. გადადგავთ ამ ნაბიჯს კიდევ უარეს ტრამპმა ხო პირდაპირ თქვა მაკრონზე, რომ საერთოდ არ მაინტერესებს მისი აზრი. ხანში აღარც იქნებაო. ეხლა აქ მთავარი რა არის, რომ ეს უკვე დაფარული აღარ არის, ეს უკვე მოსაზრებების დონეზე აღარ არის, ეს უკვე რაღაც ნარატივების, გამოგონილი ნარატივების დონეზე არ არის. ეს ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. რატომ მოხდა ასე? და ეხლა დაიწყო მაკრონმა ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტზე ლაპარაკი. მაგრამ როდესაც ბუმერანგს გაისვრი, დიდი ალბათობით 99% ეს ბუმერანგი შენამდე მოვა. როდესაც ჩვენ სხვის სუვერენიტეტის შელახვა დაიწყე, აღარ გაგიკვირდეს, რომ ეს ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდა და შენც მოგაკითხა. რომელ სუვერენიტეტის საკითხებზე მესაუბრება, თუნდაც საქართველოს მიმართ როგორც იქცეოდნენ ისინი, ხო, ევროპელი ლიდერები და აღარ ვლაპარაკობ ევრობიუროკრატებს. ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ. ეს სუვერენიტეტი თავის დროზე მათ დათმეს ამ deep state-ის სასარგებლოდ. ეხლა რაც შეეხება თვითონ deep state-ის პროექტებს, ეს ცოტა შორს მიმავალი თემაა და ძალიან დიდი დრო დაჭირდება. რასაც ამ გადაცემაში ვერ მოვასწრებ, ერთი წუთი გვჭება ფაქტობრივად. მაგრამ ამაზე შეიძლება სხვა დროს დიდი სიამოვნებით ვესაუბრებოდი ბატონ ზაზასაც ამ თემაზე, ალბათ შევხვდები კიდევაც, იმიტომ რომ ყველაფერს პოსტით ვერ გაიგებ. კითხავდი რა არგუმენტებით საუბრობს ამაზე, თუმცა მე ჩემ არგუმენტებს ვეთყოდი, რომ რაღაცა დონეზე ტრამპი მარტო არ არის და დიდი ძალები რო არ უჭერდა მხარს ამ ხელნაბიჯებს ვერ გადადგავდა. ეს გარკვეულწილად ვეთანხმები მაგ საკითხში, მაგრამ ის რომ არჩევნების წინ მას ტყვია ესროლეს და ყურში მოხვდა, ესეც ბევრი რამ ისმანიშნებელია, ესეც ის არ არის, რომ გამზადებული პოსტულატებია თუნდაც იმ ჯგუფებში, რომლებიც ცდილობენ სოფლიო მართონ. იქაც არის ალბათ რაღაც წინააღმდეგობრივი მომენტები, ხან ერთი საზრი იმარჯვებს იქ, ხან მეორესი და შეიძლება ამასთან უფრო გქონდეს საქმე. იქაც არ არის ერთგვაროვანი. შეიძლება არა ერთი, არამედ რამდენიმე deep state-იც არსებობდეს. თქვა, არა, საბოლოო ამ deep state-ში იყო სხვადასხვა მოსაზრებები. როგორც ეს ისინი თანხმდებიან ხოლმე, მაგრამ ამ შეთანხმების პერიოდში ყველას თავისი აზრი გააჩნია და ყველა თავისით მოქმედებს, სანამ საბოლოო შეთანხმებამდე მივლენ. უფრო ეს უნდა იყოს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა და ბუნებრივია ინტერესით მივადევნებთ თვალყურს ამ პროცესების განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თენგიზ შარმანაშვილის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი. პოსტანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. შპს ბუმბა შესაფუთი მასალების ბაზარზე ფუნქციონირებს 1996 წლიდან.
იგი გახლავთ პროექტ აწარმოე საქართველოში ბენეფიციარი. კომპანია ბუმბა აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა წონისა და ფორმატის პოლიეთილენ ტერაფტალატის პრეფორმებს. ამასთანავე 10 გრამიდან 20 ლიტრამდე ტევადობის პლასტმასის ჭურჭელს, როგორც სამედიცინო დანიშნულებისათვის, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებისათვის. მისამართი თენგის ჩანტლაძის 28B. შეპესე ჯეოკეპი მუშაობს 2015 წლიდან. პროგრამა აწარმოე საქართველოში ხელშეწყობით. კომპანია ჯეოკეპი აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი ტექნოლოგიური საწარმოო ხაზებით და კომპრესიული მეთოდით აწარმოებს პეტ ბოთლებისთვის 8 სახეობის სხვადასხვა მოდიფიკაციის პლასტმასის საცობებს და მინის ბოთლებისთვის ალუმინის საცობებს პლასტმასის მოსაწყვეტი რგოლით. საწარმოში დანერგილია ხარისხის შემოწმების მრავალსაფეხურიანი სისტემა და ხდება პროდუქციის წარმოების პროცესის სრული კონტროლი. კომპანია ჯეოკეპმა შეძლო ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის 75%-ის ჩანაცვლება საკუთარი პროდუქციით. კომპანია ჯეოკეპი ახორციელებს თავისი პროდუქციის ექსპორტს ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. მისამართი